ამბობენ მატყუარა ადამიანი თანამოსაუბრეს თვალებში არასოდეს უყურებსო, თუმცა ეს შეხედულება იმდენად გავრცელდა, რომ მატყუარები უკვე პირიქით იქცევიან. საინტერესოა, როგორ უნდა გამოვიცნოთ, რამდენად გულწრფელი ადამიანი და ცრუობს თუ არა ის. თუ გაგიჩნდებათ ეჭვი, რომ თანამოსაუბრე გატყუებთ, მას მოულოდნელად დაუსვით კითხვა სხვა თემაზე. პასუხის გაცემის სისწრაფით თქვენ ადვილად მიხვდებით, ცრუობს თუ არა ის. მატყუარები მოკლე პასუხებს თავს არიდებენ, ამიტომ დაუსვით მათ ისეთი კითხვები, რომლებიც მხოლოდ კის ან არას თქმას გულისხმობენ. თავისთავად მოსაუბრე თემას განავრცობს ან გადაუხურს მას. თუმცა თქვენ მის უკან მობრუნებას და გამოტეხვას ნებისმიერ დროს შეძლებთ. გამოუცდელთ სრუპენტელებს ტყუილის თქმის დროს პირი უშრებად და ნერწყვს ხშირად ყოფავენ, ამიტომ დააკვირდით ამ ჟესტს. გარდა ამისა, მატყუარას პატარა სივრცე უჭირავს. მისი ხელფეხი დაჭიმულია, გამომეტყველება კი დაძაბული. ტყუილის თქმის დროს ადამიანი მონოტონურია, ის ცდილობს გამოგონილი სათქმელი ერთიანად მოყვეს. ყველაზე ადვილი გამოსაცნობი ყალბიღიმილია. მატყუარას ემოციას, სიცილს ან დამწუხრებას მუდამ უცვლელი თვალები ჰყიდის. მატყუარა ადამიანი საუბრისას ხშირად იყენებს სიტყვებს მე, ჩემი, ჩემით, საკუთარი. დააკვირდით თანამოსაუბრეს და ზემოთ ჩამოთვლილი ხერხებით თქვენ მის გამოჭერას ადვილად შეძლებთ.